ვისაუბროთ რამდენად რთული პროცესის გავლა უწევს ქალბატონებს, რომ წარმატებული იყოს საზოგადოებაში და საზოგადოებისთვის უფრო იყოს მიღებული ან თანასწორად მამაკაცთან მიმართებაში. უნდა იყოს აუცილებლად მოწესრიგებული, ლამაზ კარგად უნდა გამოიყურებოდეს, ამ დროს უნდა იყოს ძალიან ჭკვიანი, უნდა იყოს და ყველაფერთან ერთად უნდა კონდეს კარგი სამსახური, უნდა კონდეს კარგი შემოსავალი და ამისთვის რამდენად რთული გზის გავლა უწევს. სახლიდან რო არ გავიდეს ქალს იმდენად დატვირთული შრომა შეიძლება რომ კონდეს, არ სჭირდებოდეს სამსახური, მაგრამ გარეთ გაუსვლელად უკვე ფორმაში არ არის მაინც. თითქმის ვისაც ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენს ირგვლივ ვინც ყავს და რაღაცა, ვინც უფრო მეტად არის გარეთ გაუსვლელად ოჯახის საქმით დაკავებული, მაინც შედარებით უფრო არ არის აქტიური. გარეთ რო გამოდის უკვე გაფაციცებით, ცდილობს რომ უფრო ოჯახშიც მეტი შეიტანოს, თავისთვისაც მეტი დაიხარჯოს, თითქოს იყოს მოწესრიგებული, იყოს აქტიური, იყოს მზრუნველი დედა, მზრუნველი მეუღლე და ამ დროს უკვე როგორ იღლება სწრაფვა უკვე ჩაცმისკენ და ხურვისკენ. ეს ყველაფერი მოითხოვს ფულს და შემოსავალი თითქმის 2-3 ადგილას უწევს მუშაობა და იწყებს, რომ ყველაფრისთვის რომ გაანაწილოს და რომ იკმაროს და რომ არ იყოს დამოკიდებული. თუ კი მას არ ყავს ისეთი ცოტა რომ გაგებით ეკიდება ამას ოჯახის წევრი და წევრები და ან მეუღლე, მაშინ იმას უკვე მასზე 2-3 ზეწოლა მიდის, მაგრამ ვიღაცები მაინც ახერხებს ამას, რომ არც დამოკიდებული არ არის, კარგადაც გამოიყურება, კიდეც იცვამს, იხურავს ოჯახისთვისაც, ყველაფერს ასწრებს, მაგრამ უკვე რამდენად დატვირთულია, ხო? და უკვე როცა მიხვდება, რომ უკვე დაიღალა ეს ყველაფერი შეძლო, გააკეთა, თქვა შეიძინა ბინა, ყავს მანქანა, არის წარმატებული სამსახური აქვს, ფული აქვს, ყველაფერი აქვს, შვილებიც უკვე თქვათ არიან თავის გზას ადგან, მაგრამ იმდენად დაიღლება უკვე, რომ უკვე თითქმის ყველაფერი მისთვის უკვე ხდება სულ ერთი, როგორ აცვია, როგორ ახურავს, როგორ გამოიყურება, ვინ მასზე რას იტყვის, თუნდაც უკვე იმდენად თვითდაჯერებული არის და იმდენად თვითკმარი ხდება, რომ საერთოდ ხვის აზრს, ან უიმე ვისთან ყავა დალია, ან რაკენი რა გითხრა, რა თქვი, რომ ეს უკვე მისთვის სულ ერთია. იმიტომ ამ დროს უკვე ხდება და დგას იმ გზაზე, რომ ეს თავიდანვე რო ეს პირობა ყველაფერი ქონოდა და რამდენად იოლი იქნებოდა მისთვის და ესეთი თვითდაჯერებული თვითკმარი რო ყოფილიყო, რომ რაც უნდა მას მოდას უბრალოდ თვითონ ქმნის. უკვე დღეს ამ ხასიათზეა, ჩაიცვამს ასე, ხვალ არ არის იმ ხასიათზე და საერთოდ არ დაიბარცხნის მას და ეთნება დაულაგებელი სახლი და ისე უნდა იგორაოს და თუ გინდა, ვისაც მაგალითად რო დაუშვათ, უიმე ესე როგორ შეიძლება ცხოვრება, ეთქვის მინდი ეხო და თვითონ გააკეთო. და იცი რა ძალიან უკვე რაღაცა, მაგ რომ მიდიხარ უკვე, რა თქმა უნდა, დაღლილიც ახარ, უკვე ასაკიც ისეთი გაქვს და რაღაცა და ფიქრობ, ცხოვრება მშვენიერია, როცა ხარ თავისუფალი. ეს ყველაფერი რო სხვის დასანახად თავის დროზეც არ აკეთო, თუნდაც ასე იმას ესა, უნდა აკეთო, შენი სურვილისთვის და ამ სურვილისთვის რა თქმა უნდა აკეთებ ყველაფერს, მაგრამ სხვის დასანახად ნამდვილად ეს უფრო მეტად გღლის, უფრო მეტ დარცაც გაძლევს, უფრო მეტ წუხილს და შეიძლება რომ ადამიანმა უკვე ჭკუიდანც რო შეიშალა.